Вистиазга. Гилот сапти дерცხედა მრავალ ჟამიერ გილოთ ახშობდეთ წინალი აღდგომა ქრისტესი. დღე ჩვენი გამოხსნისა ადამიანთა მოდგმის გამოხსნისა ვინც მანამდე დაიგრძალა და არ იყო ამ ქვეყნად და ვინც ამ ქვეყნად ყველასას მოვიდა უფალი მაგრამ ყველა არ არის მიმღებელი მადლის ამ უფალი άδებს მას უფალს ყველა ხონება უნდა ესანება ღვთისა რომ მისი ქმნილება სრულად მასთან იყოს მაგრამ სრულად არის ვით სულყო თავის თავში ის სათნოებანი რომელთა ადამიანი მსგავსება ღმერთს და ამასთან ერთად მას როგორც ადამიანს ექნება ცოდები და ინტევებელი უფალი არის მაგრამ ორმხრივია ეს ურთიერთობა და თუ ამბობს წერილი მიახლენთ უფალსა და მოგიახლება თქვენ უფალი არ არის მოძალადე რომ თქვენ თუ არ გინდათ რომ ძალით მოვიდეს მაგრამ უფალმა იცის თქვენში რა არის სასიკეთო და რომ გამოავწყინოს ეს სიკეთე კი მოვა რაღაცა განსაცდელით რაღაცა წყალობით რაღაცა ნიშნით არა თავის გამოცხადებით და აი იმ მადლის მოქმედება ღვთისა იმ სახით რომელთაც ის მოვა ადამიანთან ის მოქმედებს და თავიდან ვერ ხდება ადამიანი რა ხდება მის ცხოვრებაში ხოლო შემდეგ ასობიერებს ასე ნეტარი ავგუსტინე სხვადასხვა სახის ცხოვრებას ეწეოდა ერთხელ რასაც მოიქცა უფლისაკენ და თვალი გადაავლო გალნის ცხოვრებას დაწერეთი წიგნი როგორც ახსარება ეწოდა იმას და ის ყოლდა წერდა აი მაშინ ეს ხდებოდა ეს შენიყავი უფალო მაგრამ მე ვერ ხდებოდი შენიყავი და მე იხსენებს რა შემთხვევაში თავის ცხოვრებიდან ამოდა მაშინ შენ ეს იყავი შენიყავი შენ მეძახდი მე შენ მომიწოდებდი შენ მაგალითს მარჯვდებდი და მე ვერ ხდებოდი და ეხლა ხედავ აი ესია საოცარი დღესკენ სახარება მოისმინეთ როგორ ორი მოწაფე ისეთი ლუკა და კლეოპა გზაზე მიდიან და ბჭობენ ერთმანეთში და უფალი მოვიდა რატო უფალზე შეუბრუნდა უფალი ყმად შორის მაგრამ არის უხილავად უფალი ჩვენ შორის არის ხილულად და ხილულად მაგრამ რომ არ დაბრკოლებულიყვნენ სახე შეიცვალა და ვერ იცნეს ზოგადად რომ იძამ წირია ჩამოსული და არ იცის რა მოხდა იერუსალიმში ამ დღეებში და რომელი კითხა რა მოხდა და უთხრეს ესა და საოცარი სიტყვა ხოი იგი როგორც მისდოველია თქვენთვის ეს როგორ ვერ ხდები და არ გესმით წასა მეტყოთა სიტყვები ხომ ეს ხო ჩემზე ნათქვამია ხო არ ვთქვი ჩემზე ქრისტესეო ვასრულდავნებულიყო ქრისტესე ამდგარიყო და როგორ არ იცითო და დაიწყო განმარტება მათთვის წმინდა წერილისა ელო მათ იცოდნენ მაგრამ არ ესმოდათ და თუ ფალმა დაანახა ჭეშმარიტება რომელზეც დაფარული იყო წერილში თუ არა ღვთის მადლით განცხადებული ხოლო წინასწარმეტყველნი გებულობდნენ რას ამბობდა უფალი აი ამ სიტყვით წერილის სიტყვით და ეხლა უფალმა გამოუცხადა მათ ეს და ნიშანი როგორია როგორ როცა უფალი მიეფარა როგორ ვერ მიხვდითო ჩვენი გულები ისეთი აი განხურვებული იყო ანუ სიტყვით როგორ მიხვდითო ეს ნიშანი იყო უფლის ჩვენთან ახლოს ყოფნისა ეს მადლის მოქმედებისა როგორ მიხვდითო და არის ორი ესეთი ნიშანი ერთი საოცარი უფლის სიყვარულისა თავშვილების მიმართ და განცდისა იმისა რომ გეცემანის ბაღში ლოცვის დროს რომ რა ძიმე მდგომარეობაშია მისი ქმნილება სადამდე დაეცა
რომ მის გამოხსნას მხოლოდ მისი სიკვდილი უშველის. დათმენა იმ წამებისა, რასაც რაც მოუწევდა მას და ბოლოს ჯვარცმდა სიკვდილისა. მაგრამ უფალი თანახმარი ამასე. უბრალოდ თუ შესაძლებელია მამას მithხოვს რომ ეს ამერიდოს ეს ასმისიო. თუ სხვა გზით არის შესაძლებელი გადარჩენა ადამიანისა, რაც ის გადარჩენა დაბრუნება უფალთან. აი ამ ძლევა ადამიანში დაცემული ბუნებისა. მაგრამ კაცსათვის ის შეუძლებელია ამბობს უფალი. ცხოვრება კაცსათვის შეუძლებელია, ღვთისათვის არის შესაძლებელი. ამიტომ ეს ნაბიჯი უფალმა გადადგას და ამიტომ უფალი ამბობს რომ თუ შესაძლებელია რომ ამერიდოს, მაგრამ არ როგორც მე მნებავსო. მაგრამ შენ ხო და ხოთ ლოცულობდა და სისხლიანი ოფლის დიოდაო. როგორი მხურვალე ლოცვა იყო რომ ოფლის სისხლად მოდიოდა. სისხლის ფასად ეს ყვეთი ასე რომ შენ სისხლის ფასად მოხდება გამოხსნა მათი. და მონოკვე იცოდა ეს. სხვა გზა არ არის და აი სისხლის ფასად ეს მადლის შეგრძნება მიეცა იმ მოწაფეებს. როგორ ვერ მიხვდითო, ჩვენ გულები გახურებული იყო, რადა იმ სიტყვოთი, იმ სიყვარულში ოფლისა. ეს არის ყველაზე დიდი საიდუმლო და დიდი წყალობა ღვთისა და ამას გილოცავთ თქვენ კიდევ ერთხელ მრავალ ჟამიერ და ივერთა მონასტერში მობრძანდა ღვთისმშობლის ხატი. რომელზეც სისხლია გადმოდენილი. რა არის ეს? რა ნიშანია? რომ ჩვენ ვიცათ რომ ღვთისმშობლის ტილხვედრი ქვეყანა არისო. მაგრამ თქვენთვის, თქვენი ხსნისათვის ქართველნო ღვთისმშობელი მზად არის სისხლი დაღვაროს და მის ხატზე გადმოდენილია ეს შედედებული სისხლი, ვინც ათონის თაზე ნავყოფია და ივერთა მონასტერში ხილულად თვალით ხარ დანახიეს, რომ არც ერთ ხატზე ღვთისმშობლის სისხლი არ აქვს, მარტო ივერთა ღვთისმშობლის ხატი. ეს ნიშნავს რომ ჩვენთვის ღვთისმშობელი მზად არის სისხლი დაღვაროს, მაგრამ ჩვენც მზად ვართ უგზეს სისხლი დავღვაროთ. ანუ უფალს სიყვარულზე სიყვარულად უპასუხოთ. თავდადებას თავდადებით უპასუხოთ. აი ეს არის გზა ჩვენი ხსნისა. ამისკენ მოვიწოდეთ ყოველდღე ღვთისმშობელი აი მხატის მობრძანებით ათონის თაზე ივერთა მონასტერში და დღემდე ესეთი უდიდესი სასოფლო მოგდი ხატი არის სოფლიოში. იცით ისტორია მხატისა, როგორ დამზადდა მე შაშლები, მაშინ 17 საუკუნე იყო პატრიარქ ნიკონის დროს, მოსკოვის პატრიარქის და ისტორია და ასევე პატრიარქის ჩვენი უწესის კურთხევით შესრულდა ეს ხატი ათონის თაზე და მობრძანდა საქართველოში და აეროპორტიდან ფეხით გადმოატარეთ ეს ხატი მთელს ქალაქში და მივაბრძანეთ სიონის ტაძარში. ჯერ ლუშკომ არ იყო ამზადებული და დროებით ჩარჩო იყო შემინული და ხატი დააბრძანეთ და როდესაც ლუშკმა დამზადდა გავხსენთ ეს ჩარჩო ხატი ამოაბრძანეთ და მინაზე დავინახეთ ხატი გამოსახული. ის ხატი რომელიც იყო ის ზუსტად იყო გამოსახული და ერთი ნასობი მეცნიერები, ფიზიკოსები რომ გაიგოს მოვიდნენ და კარგი ხანს უყურეს ამ მინასო. ახლა სხვადასხვა საღებავიაო, არ ნითონიც არისო. ერთნაირად არის ახო. რაღაცა რო ასხივებდესო ერთიო, მაგრამ ერთნაირად ყველა განსხვავებული რო ანათებსო. ათ ერთი საფუძველი აქვს, საფუძველი. ღვთისმშობლის სიყვარული ჩვენი ერის მიმართ არის საფუძველი. ხო და წავიდე ხე იჩეჩენე ხრესო ხო ამას ვერ ავხსნითო, მეცნიერს ვერ ავხსნითო და მაგრამ წვენამდე ვერ მივიდნენ. ვერ ირწმუნეს. ეს არის და ამიტომ ჩვენ კიდე ჩვენ გვედლება სიყვარული უფლისა, სიყვარული ყოველ ღვთისმშობლისა და ღვთისმსიყვარულის ჩვენ ასევე მოგვეცეს ღვთის მადლით. მეთა დაგვრჩით თქვენ და
მშვიდობა ჩვენს ხერს და ქვეყანას და კეთილდღეობა და წარმატება უკუნისამდე. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. Ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა.